რომის პაპის დაკრძალვისთვის სანტა-მარია მაჯორეს ბაზილიკაში სამზადისი უკვე დაიწყო. მას არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ საკუთარი ანდერძის მიხედვით სანტა-მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ვატიკანში უნდა დაკრძალულიყო, თუმცა მან თავადვე შეცვალა ეს წესი. პაპი ფრანცისკესთვის სანტა-მარია მაჯორეს ბაზილიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ აქ ასვენია მისი საყვარელი ღვთისმშობლის ხატი. პაპის სურვილი იყო, რომ იგი როგორც ჩვეულებრივი მორწმუნე ისე დაეკრძალათ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად თავმდაბალი იყო პაპი ფრანცისკე. ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან დიდი მაგალითი და ლამაზი გზავნილია. დაკრძალვის ცერემონიის დასაგეგმა და მომავალი პაპის ასარჩევად სამშაბათს 22 აპრილს ვატიკანში კარდინალები შეიკრიბნენ. მათი გადაწყვეტილებით 4 შაბათიდან 23 აპრილიდან მორწმუნეებს საშუალება მიეცემათ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პატივი მიაგონ რომის პაპს. პაპ ფრანცისკეს ანდერძის მიხედვით ის ხის კუბოშია ჩასვენებული, განსხვავებით მისი წინამორბედებისგან. რომის პაპს შაბათს 26 აპრილს დაკრძალავენ.